ჩვენს ქვეყანაში ყოველ წლიურად ღარიბდებიან, მცირდება მწყიდველთუნარიანობა, მცირდება შემოსავალი და იზრდება ფასები, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ცხოვრების ხარისხზე. ეს განაპირობებს იმას, რომ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს უნდა ემიგრაციაში წასვლა, რომ ღირსეული სამუშაო ადგილი ქონდეს და ღირსეული შემოსავალი ქონდეს და მის შრომას ქონდეს კონკრეტული დაფასება. ეს არის საკითხი, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს არსებობის და სახელმწიფოს განვითარების, მათ შორის დემოგრაფიული თვალსაზრისით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით განაპირობებს. ანუ ძალიან დიდ პრობლემაზე გვაქვს ჩვენ რეალურად საუბარი. მაგრამ ამ პრობლემის სათავე არა რიტეილ კომპანიები ან რაღაც დეტალებია, არამედ არის თვითონ ქართული ოცნება და მათი ეკონომიკური პოლიტიკა და მათი კორუფციული ინტერესები, რომელიც არ დაწყებულა არც 1 წლის წინ და არ დაწყებულა არც 5 წელი, 2013 წელს დაიწყო. ის ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური იყო დაოსის ეკონომიკური ფორუმი და მინდა გავიხსენო 2013 წელი, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა დაოსის ეკონომიკურ ფორუმზე, როგორც პრემიერ-მინისტრი და გააკეთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთი განცხადებები, როგორც შემოიფარგლებოდა, რომ საქართველოს სინამდვილეში არ არის წარმატებული. ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა თქვენ, ანუ გლობალურ სამყაროს და გლობალურ ეკონომიკას გაჯერებდათ, რომ ვიყავით ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ათეულში არ იყო კორუფცია და ასე შემდეგ, არის ტყუილი, ჩვენ ვართ პატარა სოფელი, პატარა ქვეყანა და სინამდვილეში არანაირი ამბიცია არ გაგვაჩნია, რომ ვიყოთ ძლიერი ეკონომიკა, მიზიდულობის ცენტრი და ასე შემდეგ. აი იმ დღიდან დაიწყო ეს პრობლემა. იმ დღიდან დაიწყო ლარის გაუფასურება და ლარის გაუფასურება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევი მიზეზი ფასების ზრდის, იმიტომ ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ყველაფერი შემოგვაქვს ფაქტობრივად და ბორჯომის და ღვინის გარდა მე არ ვიცი რა პროდუქცია, რომელიც ადგილზე იწარმოება, გაგქონდეს ექსპორტზე, ანუ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომელიც არის დამოკიდებული მდიდარ ქვეყნებზე და დიდარი ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე. და რაც უფრო დრო გადის, ანუ დიდარი სახელმწიფოები მდიდრდებიან და ლეგიტიმურად ინფლაცია განაპირობებს იმას, რომ ფასები იზრდება სხვადასხვა პროდუქციაზე, იქნება ეს შოკოლადი, იქნება ეს წიწიბურა თუ ნებისმიერი სხვა, მაგრამ ჩვენ რადგან ვერ ვითარდებით და უფრო ღარიბდებით, იზრდება ფასები. ანუ ფუნდამენტური პრობლემა არის ქვეყნის მოდელი და მართვა. ჩვენ მარტივად რო ავხსნათ, მაღალი ფასები, არამედ დაბალი ხელფასები. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენი სიღარიბე განაპირობებს იმას, რომ ფასები არის მაღალი. რომ მთელი სოფლიო ვითარდება, ეკონომიკები იზრდება, ადამიანების შემოსავალი იზრდება და ჩვენ ვღარიბდებით. და ამას გაქვს კონკრეტული გამოწვევი მიზეზები. ის რომ ჩვენ ვექცევით საერთაშორისო იზოლაციაში, ის რომ ქვეყანაში არ შემოდის არანაირი ინვესტიცია, ის რომ ქვეყანა არაფერს არ აწარმოებს, ანუ რომ მინდა რომ ყოველთვის ძალიან რთულია ხოლმე საუბარი ამ საკითხებზე და მაყურებელი შეიძლება ვერ აღიქვამდეს, მაგრამ მინდა რომ თითოეულ გადაცემაში რაღაც დოზით მაინც შემოვიტანო ეს საკითხი, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. საქართველო არ არის დედამიწაზე ცალკე ყოფი სახელმწიფო. ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და გლობალური ეკონომიკა არის სახელმწიფოებისგან შემდგარი, რომლებიც ყველა რაღაცას ქმნის და ვინ რას შექმნის და რამდენს შექმნის ამ 8 მილიარდიანი ბაზრისთვის, ის განაპირობებს მის სიმდიდრეს. და ჩვენ ვართ არაფრის შემქმნელები, არაფრის გამკეთებლები, გარდა კორუფციისა და პირადი ოლიგარქიული ინტერესებისა და ვართ მომხმარებლები. 4 მილიარდი დოლარი დაახლოებით დახარჯა აწარმოეს საქართველოში პროგრამამ. რა ამ 13 წლის განმავლობაში რა პროდუქტი დაემატა სოფლიო ბაზარს, რომელიც ნაწარმოები არის საქართველოში. აი, სვავ ამ შეკითხვას და ვინმე პასუხი გაქვს, აი ისევ ბორჯომი და ისევ ღვინო. ანუ ისიც არის შეზღუდული რაოდენობით მეზობელ სახელმწიფოებში. ანუ არაფერს არ ვქმნით გლობალური ეკონომიკისთვის. ანუ არაფერს არ უყიდით. არაფერს ერთადერთი არ შემდგარი სატრანსპორტო დერეფანი ვართ, არ შემდგარი, არაკონკურენტული და იმასაც კი დავკარგავთ თუ ეს ივანიშვილის
ესე ვთქვათ, იზოლაციის პოლიტიკა გაგრძელდა და ხედავთ, ხო, აზერბაიჯანი სომხეთის კონფლიქტი მოგვარდა, დერეფანის კი გვერდს აგვიულის და ვიქნებით უფრო მეტად ღარიბები. ანუ ჩვენ პრობლემის სათავე უნდა დავინახოთ თვითონ ქართულ ოცნებაში და ამ პოლიტიკურ გუნდში, რომელიც ამ ქვეყანას არასწორად მართავს. და ეს შემოგდებული თემა არის დაახლოებით იგივე, ეხლა ანუ ერთადერთი რაც კარგად გამოსდის ქართულ ოცნებას, უნდა ვაღიარო, ეს არის პოლიტიკური დღესასრიგის შექმნა და პროპაგანდა. ერთი წლის წინ ჩვენ ვიჯექით და ვლაპარაკობდით, რომ ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა თუ არ აეშენებინა ჩინურ კომპანიას და საქართველოში უნდა შემოსულიყო თუ არ უნდა შემოსულიყო ჩინური ბანკი, რომელიც დაბალ პროცენტში გასცემდა სესხებს. ანუ ვინმეს ახსოვს ეს? სად არის ანაკლიის პორტი, რომელიც ჩინელებმა ააშენეს? ბანკი. და ბანკი, რომელიც 4 და 5%-ში, ანუ მე მახსოვს, რომ TikTok-იდან დაწყებული ყველა სოციალურ ქსელში ქართული ოცნების საუბრობენ, შემოდის ჩინური ბანკი და ეხა სესხები იქნება უფასოდ. შემდეგ გადავედით არაბულ ინვესტიციაზე. და ამას განვიხილავდით, რომ არაბული ინვესტიცია კარგია თუ ცუდი, როგორ უნდა განიხილოს საერთოდ ინვესტიცია კარგია თუ ცუდი. ნებისმიერი ინვესტიცია არის კარგი, მაგრამ ესეც იყო შემოგდებული საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით. ეხაც უბრალოდ ნახეს კვლევებში, ძალიან მარტივად, მანიპულირებენ საზოგადოებით და მათი გრძნობებით. ნახეს კვლევებში, რომ მართლაც გულწრფელად თითოეულ მოქალაქეს აწუხებს გაზრდილი ფასი და მოდი ეხლა ვილაპარაკოთ გაზრდილ ფასებში და შევქმნათ ისეთი ილუზია, რომ ეს არა ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის, არა მათი კორუფციული ინტერესების გამოარი, არამედ თითქოს და არსებობენ რაღაც არსებობს მესამე მხარე, აი კომპანიები, რომლებიც ამას ხელოვნურად ზრდიან. სინამდვილეში არაფერი მსგავსი არ არსებობს. ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის და კორუფციული ინტერესების შედეგი. ის რომ 15 მილიონი ლარი დაახლოებით აქვს შეწირული ამ კომპანიებს, რომლებიც ძირითადად რიტეილ ჯგუფებს წარმოადგენენ ქართული ოცნებისთვის, ეს არ არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური და ეკონომიკური კორუფცია. ხელისუფლება, ანუ როგორ შეიძლება ყველა კომპანია მხოლოდ და მხოლოდ წირავდეს ფულს მმართველ პარტიას. და ავიღოთ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ბაზარზე არის დომინანტი, ხო, დაწყებული იქ ორი ნაბიჯიდან, თუნდაც დეილი ჯგუფი ავიღოთ, თუნდაც აგროხაბი ავიღოთ, ყველა მათი მფლობელი, დაფუძნებელი არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან. სურს ეს თუ არ სურს, მაინც კავშირში არის, მაინც ან დეპუტატია, ვიღაც შემომწირველი არის და ასე შემდეგ. ან ეს და აი არ შემიძლია რომ არ აღნიშნო ის უსუსურობა, რომელიც დავინახე ამ კომპანიების დამფუძნებლების და ხელმძღვანელობის. ანუ წარმოიდგინე, პრემიერ-მინისტრი იბარებს კომპანიებს შეხვედრაზე და ანუ მიმდინარეობს იქ სავარაუდო დისკუსია, რომ ფასები უნდა შემცირდეს და კომპანიის ხელმძღვანელები გამოდიან და ამბობენ, რომ რა კარგია, კი, ფასები უნდა შევამციროთ. ანუ რა გამოდის, თავად ესე იგი თავად ადასტურებენ, რომ კარტერული გარიგება ქონდათ და ფასების შემცირება იყო შესაძლებელი, მაგრამ აი ამ კარტერული გარიგების შედეგად ისინი იჭერდნენ მაღალ ფასებს და ეხლა რადგან პრემიერ-მინისტრმა უთხრა, ეხლა აღარ ექნებათ კარტერული გარიგება. ანუ თავად აი თავიანთი უსუსურობით ნაცვლად იმისა, რომ გამოვიდნენ და რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ, რატო არის საქართველოში პროდუქცია ძვირი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ანუ მოწყვეტილები ნებისმიერ აი მარტივად აი ანაკლიის პორტი რა შუაში არის, რომ პროდუქცია გაძვირდა. ხო? რო აშენებულიყო ანაკლიის პორტი, შეგვეძლო მიგვეღო დიდი გაბარიტული გემები და არ ყოფილიყო საჭიროება იმისა, რომ ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან წამოსული კონტეინერი გემით არ შესულიყო თურქეთში, შემდეგ არ გადაეწვირთა პატარა გემზე, მე პატარა გემს არ შემოიტანა ფოთში ან ესე ვთქვათ სატვირთო ავტომობილით არ წამოიღო, ანუ ლოგისტიკური ხარჯი შემცირდებოდა და დღეს თუ კონკრეტული პროდუქტის ტრანსპორტირება ჯდება 1 ტონის მაგალითად 100 ამერიკული დოლარი საქართველოს და დაჯდებოდა 50. ის რო აშენებულიყო ლოგისტიკური ცენტრები, როგორც იყო დაგეგმილი ქუთაისში, კუმისში, ის რომ ჩვენ გავხდარიყავით სატრანსპორტო ლოგისტიკური და ეკონომიკური ჰაბი, რისი პოტენციალის და პერსპექტივაც ხო გქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთი აღმოჩნდა საერთაშორისო სანქციებში, ანუ დაგვეცა შესაძლებლობა მთელი ეს კომპანიები, რომლებიც მთელ ჩვენს რეგიონს ამარაგებდა დაწყებული ნესტლედან დამთავრებული, რავი, ნებისმიერი პროდუქცია, რომელსაც ახლა მაღაზიაში ხედავთ, სამწუხაროდ ეს პროდუქცია იწარმოებოდა რუსეთში. და სანქციების დადების შემდეგ ჩვენ მოგვეცა შანსი, რომ ამ კომპანიების წარმოებლებთან მივსულიყავით
შეგვეთავაზებინა საქართველოს გადმოიტანეთ წარმოება საქართველოში და ჩვენგან მოვამარაგოთ მთელი რეგიონი, ჩვენთან ხო გაიაფთებოდა, ეკონომიკა ხო გაიზრდებოდა, სამუშაო ადგილები ხო შეიქმნებოდა. ნაცვლად იმისა, რომ მოგვეზიდა ეს ინვესტიციები, გავხდით რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების ხრელი, რითაც გამდიდრდა რაღაც თილზე ჩამოსაცვლელი ადამიანები და ხედავთ ხო, მათი ბედი დღეს რა მდგომარეობაშია.